გამიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე. იახვე უფალო, ღმერთო ჩემო, მოგიხმე და შენ გამკურნე მე. იახვე უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან და გამაწოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ. უგალობეთ იახვე უფალს, მისო წმიდევა დეთხსენება მისი სიწმიდისა. რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე მისი სრულით, ღამით გლოვა დაისატყურებს, ხოლო ცისკრის ჟამს მხიარულება. და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს, არ დავეცემი უკუნისამდე. შენი სრულით იახვე უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა, დაფარე შენი სახე და შევწუნდი. შენ მოგიხმობ იახვე უფალო და ჩემს ბატონს შევევედრევი. რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ, განამტვერი შეგასხამს ხოტბას, განაშენს ჭეშმარიტებას განაცხადებს. იახვე უფალო, მომისმინე და შემიწყალი იახვე უფალო, იყავი შემწე ჩემ. შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხარე და სიხარული ჩემოსე. ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუნდება იახვე უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გადიდებ უკუნისამდე. ფსალმუნი 31. გუნდის ლოტბარს ფსალმუნი დავითისა. გევედრები იახვე უფალო, ნურთ შევცხენილ ვარ ნურასოდეს, შენი სიმართით გამომიხსენ. მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე ბურჯი. ციხე სიმაგრე ჩემს დასახსნელად. რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ, შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიწეხი. გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენ ხარ სიმაგრე ჩემი. შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი იახვე უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო. შევიძულე კერპების დამცველები და მე მივენდე იახვე უფალს. ველხენ დამიმხიარულებ შენი წყალობით, რადგან შენი ხილე ჩემი სიცოცხლე, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა. და არ მიმეცი ხელსა მტრისას, ფართო დაამკვიდრე ფერხნით ჩემნი. შემიწყალი იახვე უფალო, რადგან მიჭირს, დაიჭრი და წუხილი თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი, რადგან გაელია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები გლოვაში. დაუძურდე ჩემი ძა და ჩემი ცოდვები და ჩემი ძვლები გაიხრწნა. ყვედა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენდა მეზობლებისგან მეტად და საშიში ნაცნობთათვის. ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან. გულიდან ამომიგდეს, ვით არც ამკვდარი, დამსხვრეულ ჭურჭელს მიმსგავსებოდი. რადგან მესმოდა ცილის წამება მრავლათა შიშია ყოველი მხრიდან. ისინი შეიქმნენ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს. მე კი შენზე ვარ დაიმოდებული, იახვე უფალო, თქვი, შენ ახარ ჩემი ღმერთი. შენს ხელთ არის ჩემი დროჟამი. მიხსენით ჩემთან მტერთა ხელთაგან და ჩემთან მდევართან. უჩვენებ შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩენე შენი წყალობით, იახვე უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ. და შერწყდნენ ბოროტი და დადუმდნენ ჯოჯოხეთში. და დამუჯდნენ ცრუ ბაგეები, რომლებიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე. გედმაღლობით და სიძულვილით რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთან მოშიშტათვის რომ ინახავ, შენს მსასწრებად რომ განუმზადე ადამიანის ზეთა წინაშე. შეიფარისინე შენი პირის საფარველ ქვეშ. ადამიანის ხრიკებისგან დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავით არაბისაგან. კურთხეულ არს იახვე უფალი, რომ მომივლინა თვისი საკვირველი წყალობა გამაგრებულ ქალაქში. და მე ვფიქრობდი წორწოლით, მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან, მაგრამ შენ ისმინე ჩემი ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმობდი. შეიყვარეთ იახვე უფალი, მის ნოწმინდანო, ერთგულს იცავს იახვე უფალი და მრავალკაცად მიუძღავს ამ პარტავნებს. გამხრემდი და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც იახვე უფლის მოლოდინი გაქვთ. ფსალმუნი 32. მოძღვრება დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვების დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც იახვე უფალი ცოდვას არ ჩაუთმის და ვის სულშიც არ არის სიყალბე. როდესაც ვდუმდი გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა, რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით, სელა. ცოდვა ჩემი გაუწყდა, ბრალი ჩემი არ დამიმალავს, თქვი, ვაღიარებ ჩემ ცოდვებს იახვე უფლის წინაშე და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა, სელა. ამიტომ ილოცავს შენს მიმართ ყველა წმინდა შეწყნარების ჟამს, თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავლათა, ვერ მისწვდება მას. შენ ხარ ფარველი გაჭირვებისგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს, სელა. გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომელიცაც ვივლი, თვალს დავიჭერ შენზე. ნუ იქნებით ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი უგუნური, ლაგამი და აღვირია მისი მოსართავის შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს. მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, იახვე უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული. იხარეთ იახვე უფლის მიერ და იმხიარულეთ წმინდანებო და იზეიმეთ გულით მართლებო. ფსალმუნი 33. იხარეთ მართავნო იახვე უფალში, გულწრფელებს შეშვენით შექება, ადიდეთ იახვე უფალი ქნარით, 10 სიმიანი ებნით, უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეტავაწყეთ ჰანგი მოძახილით. რადგან სწორია სიტყვა იახვე უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.
უყვარს სიმართლე და სამართალი იახვე უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა. იახვე უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი საკრებულო. შეკრება ვითარცა ტიკში წყლების ხვისარი, საცავებში მოათავსა უფსკრულები. ეშინოდეთ იახვე უფლისა მთელს დედამიწას, თოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროს, რადგან მათ თქვა და შეიქმნა, მა ბრძანა და არსებობს. იახვე უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვრებს ხალხების ძრახვებს. აზრი იახვე უფლისა იარსებებს მარადიულა და თაობინა თაობამდე ძრახვალი მისნი. ნეტარ არის ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის იახვე უფალი, ხალხი მის და სამემკვიდრეოდ ამორჩეული. ზეციდან იმზიდება იახვე უფალი, ხედავს ყველა ადამიანს, თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს. მან შექმნა გული თითოეულისა და წვდება ყველა მათ საქმეს. მეფეს ვერ უშლის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა. უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის. აითვალე იახვე უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის, რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს. ჩვენი სული მომლოდნია იახვე უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი, რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმინდა სახელს. იყოს ჩვენდამი იახვე უფალო შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს. ფსალმონი 34 დავითისა. როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე და განიდენა და წავიდა. განვადიდებ იახვე უფალს, ყოველ ჟამს პარადისია მისი ქება ჩემს ბაქეებზე. იახვე უფლით იქადეს ჩემი სული, მოისმენე შვილი და გაიხარებენ. ადიდეთ იახვე უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად. მე მოვიძია იახვე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსასწრებისაგან. მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა. აგერ გლახაკმა მოუხმო და იახვე უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა. დაიბანაკებს ანგელოზი იახვე უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩეს მათ. განიცადეთ და ნახეთ რომ კარგია იახვე უფალი, ნეტარება მას, ვინც მასია მინდობილი. მოიშიშეთ იახვე უფლისა წმინდან უმისნო, რადგან არა აქვს შეჭირება მოშიშთა მისთა. დიდანი გაღადაკებდებიან და შეიმშევიან, ხოლო იახვე უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ. მოდი ჩვილებო, მომისმინოთ იახვე უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ. ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს თხილძულობა სიკეთის სანახავად, შეიკავე შენი ენა სიბოროტისაგან და ბაგანი შენი ცბიერი სიტყვებისაგან. ელიდე ბოროტებას და ქმენ კეთილი, ეძიე მშვიდობა და მიხევი მას. იახვე უფლის თვალები მიპყრობილია წმინდანებისაკენ და მისი ყურები მათი ღაღადისაკენ. პირი იახვე უფლისა ბოროტ მოქმედა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი. მოუხმობენ და ისმენს იახვე უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან. ახლოა იახვე უფალი, გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის. მრავალი სიავე ხდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის იახვე უფალი. ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება. მოკლავს ცოდვის ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ. იხსნის იახვე უფალი თავის მორჩილთა სულებს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასია მინდობილი. არაცოდნო ყოველთა რომელნი სულ მას არ წერია ებრაულში, მეგობრებო. წერია პასუხს არ აგებენ, ვინც მასია მინდობილი. ფსალმონი 34 დავითისა. ედავე იახვე უფალო ჩემს მოდავეებს, ებრძოლო ჩემს წინააღმდეგ მებრძოლ. მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღზრდე ჩემ და შესაწევნად, იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს. უთხარი ჩემს სულს, შენი მხსნელი ვარ. შერცხვენ და გაწმიდნენ, ვინც ჩემს სულს ეძებენ. უკუ იქცენ და სირცხვილ ნაჭამელი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრანი. შეიქმნენ ვითარცა მტვერი ქარის წინაშე და იახვე უფლის ანგელოზმა უყვაგდოს ისინი. იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და იახვე უფლის ანგელოზის დევნიდეს მათ. რადგან უმიზესოდ დამნიგეს ხაფანგი, უმიზესოდ გაუთხარეს ორმო ჩემს სულს და ეწიოს მას უბედურება მოვლოდინა და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპად ჩავარდეს შიგ. ჩემი სული კი იხარებდეს იახვე უფლით, ილხმდეს მისი შემწეობით. ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან, იახვე უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენი, რომელიც იხსნის საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს ხატაკს მისი მძვარცველისაგან. აღდგებიან ჩემს მიმართ ბოროტით სულ მოწმენი, რაც არ ვიცი იმას მკითხავენ. სიკეთისით ბოროტით მიხდიან. ჩემი სულის დაობლება სურთ, ხოლო მე კი მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი. ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ებრუნდებოდა. თითქოს ჩემი მეგობარი ყოფილიყო ჩემი ძმა, ისე დავდიოდი სევდიანი. დედას რომ დასტირის კაცი ისე დამდაბდი მგლოვიარობაში. ისინი კი ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და ერთად იკრიბებოდნენ და იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულ დაბალდნენ და არ ვიცი რატომ სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ. პირფერული მანჭვა დაცინვით აღრჯენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ. უფალო, რამდენ ხანს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი კაპარტახებისგან, ლომებისგან ეს ერთი ჩემი სიცოცხლე.
მადლობას გეტყვი დიდ კრებულში ეკლესიაში, მივიეთ ხალხში შეგასხამ ყოდბას. არ გაიხარონ ჩემზე მტრემმა ტყუილი უბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზესო თვალით ანიშნებენ ერთი მეორეს, რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთან მიმართ მზაკრობას ფიქრობენ. ფართოდ გააღეს პირი ჩემზე თქვეს, ოხო, იხილა თვალმა ჩვენმა. შენ რომ ნახე იახვე უფალო, ნუ დადუმდები ჩემო ბატონო, ნუ განმელიდები მე, გამოიღვიძე განსაკითხებად ჩემ და ღმერთო და ბატონო ჩემი დავის გასარჩევად. გამასამართლე შენი სიმართლით იახვე უფალო, ჩემო ღმერთო და ნუ რავინ გაიხარებს ჩემზე. ნუ იტყვიან თავიანთ გულში, ოხო, ასე გვენება, ნუ იტყვიან, ჩავყლაპეთ იგი. შერცხვენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსო, მით ჩემთან მედიდურად იქცევა. იგალობა და იმხიარუნონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და თქვან, მარადჯამს განდიდეს იახვე უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი. და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადა. ფსალმუნი 36 გუნდისლო ტბარს იახვე უფლის მორჩილის დავითისა. ბიწიერება ცოდვილის ამბობს ჩემს გულში, არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე, რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს რომ შეაძულოს. მისთა ბაგათა სიტყვები სიცრუეა და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის რომ კეთილი ქნას. უსამართლობას ფიქრობს თავის სარაცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს. იახვე უფალო, ზეცამდეა შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი ღრუბლებამდე. სიმართლე შენი ვითარცა მთები უფლისა. სამართალი შენი ღრმა უფსკრულივით, ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი იახვე უფალო. რაოდენ ძვირფასია შენი წყალობა ღმერთო და ადამიანის ძენის შენს ფრთების ქვეშ ეფარებენ თავს. დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთან სიტკბოთა ხევიდან შეასმევ მათ, რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა, შენი შუქით ვხედავ სინათლეს. მოხფინა წყალობა შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი გულწრფელებს. ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი აპარტამლისა და ხელი ბოროტი და ნუ გამდევნის მე. იქ დაეცნენ მოქმედი უსამართლობისა და დაენარცხნენ და აღარ ძალუძ წამოდგომა. ფსალმუნი 37 დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტ მოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობაში ჩადის, რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანელივით დაჭკნებიან. მიენდე იახვე უფალს და ქმენ კეთილი, დაემკვიდრე ქვეყანას და მწყემსე სიმართლე, ის სიამოვნე იახვე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს. მიაქცია იახვე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს და გამოიტანს ნათელივით სიმართლე შენსა და შენს სამართალს შუადღესავით. დაემორჩილე იახვე უფალს და დაელოდე მას, ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. მოეშვებ რისხალებას და მიატოვე გულის წყრომა, ნუ გამძვინ ვარდები, ვინც არ გაბოროტდე, რადგან ბოროტ მოქმედი ამოწყდებიან და იახვე უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. ხოლო თავდაბალი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღჩენს მის წინააღმდეგ. უფალი დასცინებს მას, ვინაიდან ხედავს რომ მოდის მისი დღე, მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდები, რათა ძირს დაცენ ღარები და ღატაკი და მოსპონ გზიანები. მათი მახვილი მათსავე გულის განეწონება და მათი მშვილდი შეიმუსრება. მართის მცირედი ჯობია ცოდულთა დიდ სიმდიდრეს, რადგან კლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართა და შემწე იახვე ღმერთია. იცის იახვე უფალმა დღენი უცოდველთა, მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება. არ შერწყვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან, რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი იახვე უფლისა, ვით ნასუქი ცხვარნი გაქრებიან, ვითარცა კვამლი გაქრებიან. ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს. რადგან მის მიერ ნაკურთხი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლნი კი ამოწყდებიან. იახვე უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯნი კაცსა და მის გზას შეიყვარებს. კიდევ რომ წაბურძიგდეს არ დაეცემა, რადგან იახვე ღმერთია დასახდენი მისი ხელისა. ხმაწვილი ვიყავი, კიდეც მოხუს და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდილი. ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს და მისი შთამომავალი კურთხეულია. ერიდე ბოროტს და ქმენს სიკეთე და იარსებებს სამარადჯამოდ, რადგან იახვე უფალს სამართალი უყვარს და არ მიატოვებს თავის წმინდებს, სამარადისოდ დაცულნი იქნებიან, ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება. მართალი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე. მართლაც და ბაგანი სიბნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს. ჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხდება ნაბიჯები. ბოროტი უთვალთვალებს წმინდას და მის მოკვლას აპირებს, მაგრამ იახვე უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გამტყუნებს მის განკითხვის ჟამს. მიენდე იახვე უფალს და დარჩი მის გზაზე და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა და დაინახავ უკეთურთა განადგურებას. მინახავს ბოროტი გამძვინვარებული, ფესვგადგმული ვითარცა ხე ამწვანებული.
მაგრამ გადაიარა და აჰა აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ პოულობ. დაიცალა მაკოება და ნახეს ისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს. ხოლო ბრალეონი ერთენად მოისპობიან, ბოროტა მომავალი კი გადაშენდება. ხოლო წმინდათა შვილა იახვე უფლისგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს და დაეხმარება მათ იახვე უფალი და დაიხსნის ბოროტაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობელნი. ფსალმური 38, ფსალმური დავითისა გასახსენებელი. იახვე უფალო, შენი განრისხებისა ნუ მომხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ დამსჯი, რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე. არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო, არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო. რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემ თავს, მძიმეთურთივი დამძიმდნენ ჩემზე, აყროვდნენ დალპდნენ ჩემი წყულებანი ჩემი უგუნურობის გამო. წელში მოვიხარე ერთობ დამდაბდი, მთელ დღეს ნაღვლიანი და ვიარები, რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხი და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში. დაუზურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით. უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხროს დაფარული არ არის შენგან. ჩემი გულით რთის ძალღონე განმიდგა და თვალთა ჩემთა სინათლე აღარც ის არის ჩემთან. ჩემი მოყვარული და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყულებს და ჩემი ახლობლები შორს განმიდგნენ. მახე დამიგეს ჩემი სულის მაძებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ ჩემს დაღუპვაზე და მთელს დღეს მზაკრობაზე ფიქრობენ. მე კი ვერ ვისმენ ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი პირს რომ ვერ აღებს. და დამემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი, რადგან შენ გელოდები იახვე უფალო, შენ უპასუხე იახვე უფალო, ღმერთო ჩემო, რადგან თქვი, ნუმც გაიხარონ ჩემზე, თუ ფეხი და გადამიბრუნდა გაბატონდებიან ჩემზე. მარცხისთვის მე მზადა ვარ და ჩემი სატკივარი ჩემს წინაა მუდამ, რადგანაც ჩემს ბრალს განვაცხადებ, ვიდარდებ ჩემს სოდვაზე. ჩემი მტრები კი ცოცხლობენ, ძლიერდებიან და მრავლდებიან, ჩემი ამაოდ მოძულენი. კეთილის წილ ბოროტის გადამხდენი მტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვწილობ. მიმატოვებ იახვე უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები. გამოეშურე ჩემს შესაწინად უფალო, მშველელო ჩემო. ფსალმური 39, გუნდის ლოტბარს იედუთონს, დავითის ფსალმური. ვიფიქრე დავიცავ ჩემ გზებს, რომ არ შევწოდო ჩემიანით. ალიკაბს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემს წინაშე. თრიალად დავმოვზდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი, მაგრამ ვაება გამეძლიერდა. გახურდა გული ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღენთო. ვიწყე ლაპარაკი ჩემიანით, მაუწყე იახვე უფალო. ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების. შევიტყო რა არის ჩემი ბედისწერა. აჰა, გოჯებით მომეციმე დღენი, ხოლო ჩემი სიცოცხლის ხანი არაფერია შენს წინაშე. ჭეშმარიტად ერთი ამოსუნთქვა კაცის სიცოცხლე. სელა. ამიტომ აჩრდილს დადევნებია ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაცი ფუძობს. აგროვებს და არ იცის ვის დარჩება. და ახლა რას ველი ბატონო, შენზეა ჩემი იმედი, ყოველი ჩემი ბრალისგან გადამარჩინე. ნუ გამხდე ბრიყვის სალანძღავად. დავდუმდი ბაგეს ვეღარ ვაღებ, რადგან შენ ქვენ ამგვარად. ამარიდე სასჯელი შენი, გაუვლიე შენი მომსვლელი ხელით. თუ თოდვისათვის მხილებით დააჭი ადამიანს, ვითარცა ჩრთილი გაელება მისი მშვენება, ხოლო დამაოებაა ყოველი კაცი. სელა, მოისმინე ჩემი ლოცვა იახვე უფალო და ჩემს ვედრებას ყური მოვაფხარ. ჩემი ცრემლის მიმართ დადუმდები, რადგან მწირი ვარი შენი. და ერთი ხიზანი ვითარცა ჩემი მამაპაპანი. მზერა მომაშორე, რათა მომმაგდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე. ფსალმური 40, გუნდის ლოტბარს დავითის ფსალმური. მტკიცედ ვესავდე იახვე უფალს, ყური მომამყრო და მოისმინა ჩემი ვედრება. და მომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი დაფიდან და დააყენა კლდეზე ფერხნით ჩემნი. წარმართა ჩემი ნაბიჯები და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა განსადიდებდა ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეეშინდება იახვე უფლისა და მიენდობა მას. ნეტარას კაცი, ვინც იახვე უფალზე ამყარებს იმედს და არ მიმართავს კადნიერ და სიცრუის მოტრფიარეთ. იახვე უფალო, ღმერთო ჩემო, დიდია სასწაული, შენ რომ მოიმოქმედე და ჩანაფიქრები ჩვენს მიმართ. ვინ შეგედრება შენ, ვიქადაგებ და ვილაპარაკებ მათზე, მაგრამ ძნელია სათქმელად. მსხვერპლი და შესაწირავები არის სულე, ყურები გამიმახვილე. სრულად დასაწველი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვებია. მაშინ თქვი, აი მოვედი წიგნის გრაგნში, წერია ჩემთვის. შენი სურვილი შესრულება მინდოდა ღმერთო და ჟული შენი ჩემს გულშია. შენ სიმართლეს მოუთხოვდი დიდ კრებულს, ეკლესიას, აჰა, ბაგენი ჩემი არ მომიკუმავს იახვე უფალო. შენ უწყი. შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში. შენს ერთგულებას და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი. შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის. ანუ ეკლესიისთვის. შენ იახვე უფალო, არ დამილიოს შენი თანაგრძნობა, შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავე მე. რადგან გარეშეო მეხვია ურაცხელი უბედურება, წამომეწივნე ცოდვანი ჩემნი
და არ შემეძლო დანახვა. ჩემი თმის ბეწვზეც მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა. ისურვე იახვე უფალო, ჩემი დახსნა, იახვე უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე. და შეერცხვენ და გაწმიდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ. უკვე იქცენ და წარხდნენ ჩემი ავის მდომნი. და შეძერწოდნენ სირცხულესგან, ვინც მეუბნებოდა, ოჰო, გაიხაროს და გამხიაროდეს ყველა, ვინც შენ გეძებს. შენი შორის მოყვარულებმა მუდამ თქვან, დიდია იახვე უფალი. ხოლო მე ღარიბ ღატაკი ვარ, უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი დამხმარე და მხსნელი, შენახარ ღმერთო, ნუ დააყოვნებ. ფსალმუნი 51. გუნდის ლოტბარ დავითის ფსალმუნი. ნეტარას ვინც ფიქრობს ღატაკზე, უბედურების დღეს გადაარჩეს მას იახვე უფალი. იახვე უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე. და შენ არ გადასცე მათი მტრების სურვილისამებრ. იახვე უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე. თელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს. იახვე უფალო, შემიწყალე, განმიკოვნე ჩემი სული, რადგან შეგწოდე. ჩემი მტრებიავს იტყვიან ჩემზე, როდის მოკვდება და გაქრება მისი სახელი? და თუ მოვა ჩემს სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს, მისი გული სიცრუეს გწავს, გარეთ გავა და იმასვე ილაპარაკებს. ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ყველანი, ვინც მოძულია ჩემი, ბოროტს ფიქრობენ ჩემზე, სისაზაკლი აცუნდრუკებს მას, ვინც ერთხელ დაწვა ვეღარ წამოდგება. ჩემმა განუყრელმა მეგობარმაც კი ვისი იმედიც ჰქონდა, ვინც ჩემს პურს ჭამდა, წიხლი ჩამაზილა. ხოლო შენ იახვე უფალო, შემიწყალე და წამომაყენე და მე მიუძღავ მათ. ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე. და ჩემი უბეწოებისათვის შემეწევი და შენს წინაშე დამაყენებ სამარადისოდ. კურთხეულ არს იახვე უფალი, ღმერთი ისრაელისა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ. ამით დასრულდა მეგობრებო ორშაბათის ტეხილიმი. ხვალიდან